გმინავს ხალხი, გმინავს და არ ესმის ეს ქართულ ოცნებას და იცოდეთ, როდესაც ხალხი გმინავს და ხელისუფლება ამდენ ბოროტებას ჩადის, ღმერთი მას აუცილებლად დასჯეს. აუცილებლად. მე მესმის, რომ ამ ხელისუფლების უდიდეს ნაწილი საერთოდ მორწმუნე ხალხი არ არის. თორე როგორ შეიძლება მონათლობელობას ქმნიდე ხალხს ესე ბოროტად ექცეოდა და მე ეკლესიაში წამოიჭიმო. საერთოდ საოცრებაა, რომ ეკლესიაში ამბიონიდან პატრიარქი საუბრობს, იქ ეპისკოპოსები დგანან არ საუბრობენ და შემდეგ ამბიონიდან 3 კაცი გველაპარაკება საერო პირი, 3. პრემიერი პრეზიდენტი და პარლამენტის ანუ ამბიონიდან 1 პატრიარქი ლაპარაკობს და 3 საერო პირი. საერთოდ რო იცოდეთ, კეთილჩევას გაძლევთ, ამბიონიდან უნდა თუ მოგმართავს ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს 1 კაცი უნდა იყოს. ეს არის თავმდაბლობის მაჩვენებელი. უნდა გესმოდეთ რა არის ეკლესია. 3-მა მღვდელთავარმა უნდა ილაპარაკოს და 1-მა საერო პირმა. და ჩვენთან პირიქით არის 1 ლაპარაკობს პატრიარქი და 3 საერო პირი. ეს არ არის ის, რაც მოსწონს ღმერთს. ღმერთს ზულს ასეთი ქედმაღლობა. და სასჯელიც იქნება ღვთისგან, გააცნობიერეთ ეს.